მოსახლეობა საფრთხე ექნება. აქ არის ავტოგარაჟები, რომელიც კომუნისტების დროს დაკანონებულია როგორც კოოპერატიული ამხანაგობა, მეგობრობის საკუთრება. ამ ავტოფარეხებსაც ემუქრება საშიშროება, იმიტომ რომ თუ აქ დაიწყო მშენებლობა, ბუნებრივია ტექნიკას მამანქანოგზა დასჭირდება და ის დაემუქრება ავტოფარეხებს, რომელიც ამ სპორტული მოედნის გარშემოა. ამას გარდა ბავშვებისთვის ვინაიდან ეს გაკეთდა როგორც სასპორტო მოედანი, სტადიონი, მეტრომაღლის გვერდით სკვერშიც იყო სპორტული მოედანი და განსართობი ბავშვებისთვის ატრაქციონი, რომელიც უცებ გაქრა და მის მაგივრად მივიღეთ ახლა სკვერში ავტოსადგომი. საღამოთი შეუძლებელია ფეხით გავლა, ისე არის ჩახერგილი სკვერში გამავალი გზა ბილიკები, ბავშვი ვერ გაგვისეირნებია და თუ აქ კიდე მით უმეტეს აშენდა 16 სართულიანი კორპუსი, შეუძლებელი იქნება არა თუ გამოსვლა, გავლა, გასეირნება, სუნთქვაც კი დაბნელდება, უშუქო გახდება და ბნელი ჩვენი კორპუსები. და გვინდა რომ ქალაქის და რაიონის გამგეობამ ყურადღება მიაქციოს. თუ შესაკეთებლად წაიღეს დაზიანებული საბავშვო ატრაქციონები, მეგონა რომ დააბრუნებდა, მაგრამ დღემდე არ არის დაბრუნებული და იქნებ ამ ღამის ავტოსადგომსაც მიაქციო ყურადღება. ჩემი აზრით სკვერში არ უნდა იყოს. მე თვითონ ვაპირებდი მერთან შესვლას, ეს ხალხი მინდა შემეკრება და საერთოდ ხელმოწერები ჩვენ შევაგროვეთ უკვე. მოვაწერეთ ხელი ყველაფერს. თვითონვე შევიდოდი, ხო დამთავრდეს მეთქი ოლიმპიადა რომ მოიცავ იმას და მე უნდა მობრძანდეს თვითონ აქ ის ჩვენი არჩეულია. როდესაც არჩევნები იყო, მაშინ კარგად მობრძანდა და ვირჩევდით ჩვენ მას და ვაძლევდით ხმას და კეთილსინებას მოვა და ნახავს აქ თუ შეიძლება რამის აშენება რომ ამ სპორტული მოედნის აღება ეს არის დანაშაული და ცოდვა და ყველაფერი ახალგაზრდობის წინაშე, იმიტომ რომ აქ მე ყოველდღე ვხედავ რამდენი ახალგაზრდა მიხარია როგორ ერთობიან აქ ახალგაზრდები. საღამოთში ღერიან კიდევაც კონცერტებით ატარებენ და ესაც მიხარია რომ ჩვენი ახალგაზრდა სხვაგან არ მიდის. და ეს სპორტული მოედანი მათთვის სასუსხო მნიშვნელობისაა. ნამდვილად აი 16 კორპუსი თუ 20 კორპუსი დაახლოებით ორ სადარბაზოიანს გულისხმობ მე. ეს არის 5 კორპუსი, ეს არის 4, ეს არის 4 კორპუსი. სულ ყველაფერი ვიცი. ის კორპუსებიც არ გვეუბნება და ამაზე რო აღარაფერი თქვა უკვე ჩვენ რომელიც ამას აქედან უყურებდა. ეს რომ არა, ჩვენ ხო სივრცე დაგვეკარგება ყველაფერი. ამაზე აღარა ლაპარაკიოთ 16 სართულიანი წამოიჭება, აქ აღარ ცაერი იქნება, მზეც კი აღარ შემოგვიოს სახში. და მეორეც კიდევ საკითხავია, გაუძლებს თუ არა ეს მიწა ამას არ ჩაინგრევა? აი კიდევ ესაც არის საკითხი. ძალიან ბევრი რამეა გადასაწყვეტი, იცით? ძალიან ბევრი რამეა საფიქრალი და თუ მართლაც შეიძლება რომ ადგილმონაცვლეობა მოხდეს. კი ბატონო, ძალიან კარგი, ოღონდ აქ კორპუსი და რამე არ უნდა აშენდეს. აქ სპორტული მოედანი უნდა დარჩეს. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება ამ კორპუსების და ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ. ყველა ღონეს ვიყავთ, მაგრამ მე ცოტა ადრე მახსოვს, იცით, აქ რა 1, 3, 4, 5 წელი ზუსტად ვერ გეტყვით არიღი, არ ვიცი რომ აქ დავინახე ორი კაცი, ძალიან ისეთი სოლიდურად ჩაცმული ადამიანები და ამ ტერიტორიას ასე ხელი დააჩვენებდნენ, ოღონდ რა ეხლა მე სართულიდან ვერ დავინახე და ვერ გავიგე, რაც დავინახე ეს იყო რომ კარგახნის წინ დაიწყო ეს ამბავი, კარგახნის წინ დაადგეს თვალი. ეტყობა ეხლა მიიღეს ამის გადაწყვეტილება, მაგრამ აი ამაში გთხოვთ თქვენ ჟურნალისტებს დახმარებას. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ეს ტერიტორია დარჩეს ახალგაზრდობას როგორც სპორტული მოედანი. ეს არის ბავშვებისთვის, ეს არის ახალგაზრდობისთვის, აქაც ბავშვებს ასეირნებენ და კიდევ ესაც. ეს ტერიტორიაც აღარ ჩანს უკვე იქიდან თუ ნახეთ თქვენ იქ ბავშვებისთვის ის გააკეთეს მოედანი იყო. ისაც უკვე უპატრონოდ არის მიტოვებული და კეთილინებოსა ჩვენმა გამგებელმა არჩეულმა მობრძანდეს ესა ნახოს თავის თვალით. თუ არ მობრძანდება, კეთილსვანებები და მოიყვანთ თვითონ, იმიტომ რომ ის ჩვენი არჩეულია. ჩვენ უნდა გვემსახუროს, იმიტომ რომ ჩვენ ავირჩიეთ და ეს უფლებამოსილება ჩვენ მივეცეთ მას.